ალბათ გვახსოვს როგორ უნდა მოვექცეთ წრფივ განტოლებებს. ერთ-ერთი გზა არის რომ ჩავწეროთ დახრა გადაკვეთის ფორმით, რომელიც არის y ტოლია რაღაც დახრილობა ჯერ x-ს დამატებული b, სადაც ნუ ესაა დახრილობა, ეს არის დახრა, იგივე ეს არის გადაკვეთა y ღერძთან. მეორე ვარიანტი, თუ თქვათ ვიცით რომ დახრილობა არის არის m-ი და ვიცით რომ განტოლებას აკმაყოფილებს რაღაც x-ი ტოლია a და y ტოლია b, მაშინ ესეთი ფორმითაც შეგვიძლია ჩავწეროთ. y-ს მინუს b უდრის m-ი გამრავლებული x მინუს a-ზე. ასეთი ვარიანტიც გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც მე ამ ვიდეოში გავამახვილებ სტანდარტულ ფორმაზე. რომელიც არის ასეთი რამ. ძალიან ლამაზად a გამრავლებული x-ზე პლუს b გამრავლებული y-ზე უდრის c-ს, სადაც a და c არიან რაღაცა მთელი რიცხვები. და ეხლა რომელს რა უპირატესობა აქვს? ნუ თუ დახრილობა მაინტერესებს, უფრო ეს ვარიანტები მაწყობს. თუ გადაკვეთა მაინტერესებს y ღერძთან, მაშინ პირველი კარგია, მაგრამ სტანდარტული ფორმა იმითაა მაგარი, რომ y ღერძის გადაკვეთასაც და x ღერძის გადაკვეთასაც მარტივად გაპოვნინებს. მოდი ვნახოთ აი რაღაც კერძო შემთხვევა. თქვათ გვაქვს 9x-ს დამატებული 16y უდრის თქვათ 72-ს. და მოდი რაღაც იმას გავაკეთებ, რა ქვია, ცხრილს და ნახოთ x და y გვაქვს, ნახოთ x-ის გადაკვეთის წერტილი და y-ის გადაკვეთის წერტილი. x-ი როდის გადაიკვეთება? როცა y უდრის 0-ს. და პირიქითაც y-ი როდის გადაიკვეთება, როცა x-ი უდრის 0-ს. ესე იგი, მოდი ჩავსვათ y-ი როცა უდრის 0-ს რა ხდება. როცა y-ი უდრის 0-ს, ანუ ეს წევრი არ გვაქვს, გვაქვს 9x უდრის 72-ს და პირდაპირ x-ი აქედან უდრის 8-ს. ესე იგი, ესე მარტივად ვიპოვე, რომ 8 არის თურმე x-ის გადაკვეთის წერტილი. ეხლა მოდი პირიქით ვნახოთ. 0 ჩავსვათ x-ის ადგილას, მაშინ დაგვრჩება რომ 16y უდრის 72-ს. მოდი ეს გავამარტივოთ, ორივე მხარე გავყოთ 8-ზე, პირველი რასაც ვხედავ. მაშინ მარცხნიდან დავრჩება რომ 2y უდრის 9-ს, იმიტომ რომ 72 8-ზე იყოფა და მაშინ აქედან y არის 4.5. ხლა ესენი რომ მოვნიშნო მე, ესე 4.5. x-ი იქნება 1 2 3 4 5 6 7 8, აი აქ. და y იქნება 1 2 3 4 4 ნახევარი, აი აქ. აი ეს. ანუ მაშინ გამოდის რომ წრფე რომელიც გაივლის ამ წერტილებზე იქნება და მე ხა ვერ გავატარებ ცხადია კარგად. აი ეს ტიპი. ესე იგი, ამ სტანდარტულმა ჩანაწერმა მე საშუალება მომცა რომ აი ესე მარტივად გამეტარებინა წრფე, იმიტომ რომ ვიცოდი უბრალოდ ის რომ 0-ს თუ ჩავსვამ y-ის ადგილას გავიგებ x-ის გადაკვეთას და 0-ს თუ ჩავსვამ x-ის ადგილას გავიგებ y-ის გადაკვეთას. ანუ ცხადია ესეთი განტოლებები ერთმანეთზე დადის ალგებრულად. მაგალითად ეხლა რომ აქვს მე აქ 9x დამატებული 16y ტოლია 72-ის, ხო? თუ თქვათ მინდა რომ ამის ნაცვლად მქონდეს გადაყვანილი სხვა ფორმაზე, მაგალითად მინდა რომ მქონდეს დაყვანილი საწყისად რაც ქონდა დაწერილი დახრილობა გადაკვეთის ფორმაზე. რაღაცებს ჩავატარებ ალგებრულ გარდაქმნებს და მივიღებ ამას. მაგალითად მოვიქცევი ასე. ავდგები და ჯერ 9x გადავაგდებ აქეთ ამ მხარეს, ეს იქნება ესე იგი 16y ტოლია 72-ს მინუს 9x-ის, შემდეგ ავდგები და ორივე მხარეს გავყოფ 16-ზე. ხო? ან მოდი, რადგან იმ ფორმაში მინდა ჩაწერა, ჯერ x-იან წევრს დავწერ. ესე იგი მექნება -9x პლუს 72 და შემდეგ ორივე მხარეს გავყოფ 16-ზე და მექნება -9 x პლუს 72 და მივიღებ რომ თუ მაინტერესებდა თქვა დახრილობა და ამიტომ გადავედი ამ ფორმაზე, მივიღებ რომ აი -9 ყოფილა დახრილობა. ანუ ცოტა უფრო მეტი ჩალიჩი მიწევს, როცა სტანდარტული ფორმა აქვს და არა პირდაპირ ჩაწერილი დახრილობა გადაკვეთის ფორმით. სხვაგვარადაც შეიძლება რომ ნახო ეს, ანუ სხვაგვარადაც შეიძლება მივაღწიო ასე ვთქვათ ამას. მაგალითად ნახო რომ მივდივარ აქედან აქ რა ხდება. აქედან აქ რომ მივდივარ ამ წერტილიდან ამ წერტილში, x-ი იცვლება, ანუ დელტა x-ი არის -8 და რომ მივდივარ აქედან აქ, ანუ ამ წერტილში, დელტა y არის მინუს არა დადებითი 4.5 და მაშინ დახრილობა შემიძლია ესეც გავიგო, რომ დელტა y გავყო დელტა x-ზე და ესე იგი ეს იქნება 4.5 გავყო -8-ზე, მაგრამ მოდი იმის ნაცვლად რომ აწილადი გავყო 2-ზე გავამრავლებ ორივეს, გვექნება წინ მინუსი, ზემოთ 9, ქვემოთ 16. ანუ ესეც შემიძლია ვიპოვო, უბრალოდ ისევ და ისევ სტანდარტულ ფორმაში ჩაწერილი როცა მაქვს, ცოტა უფრო მეტი წვალება მიწევს დახრილობის საპოვნელად. ეგ არის სტანდარტული ფორმის სისუსტე დანარჩენთან შედარებით.